ირანის ახალი სულიერი ლიდერი არის მოჯტაბა ხამენეი, მისი მამა აიათოლა ალი ხამენეი წლების განმავლობაში მართავდა ირანს და ამის შემდეგ უკვე მისი შვილი გადაიბარებს ამ ფუნქციას და მოვალეობებს. რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სავარაუდოდ თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ ახლო საათებში ის უკვე მიმართავს მოსახლეობას. ეს იქნება მისი პირველი გამოჩენა სულიერი ლიდერის პოსტზე არჩევის შემდეგ, რადგან აქამდე არსებობდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ის იყო დაჭრილი და გაურკვეველი იყო მისი ადგილსამყოფელი. ახლა დასავლელი ანალიტიკოსები საუბრობენ აიათოლას ვაჟის ამ თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ, რა გავლენას მოახდენს ის ზოგადად ირანის პოლიტიკაზე, ან რა შეუძლია რომ გააკეთოს იმისთვის, რომ შეცვალოს ირანის ცხოვრება. ისლამური რესპუბლიკის ლიდერები პრაქტიკულად უარს ამბობენ ტრამპის შეთავაზებაზე. პირიქით, ისინი ირჩევენ რეჟიმის შიგნით უწყვეტობის გზას. ფიქრობ ისინი უფრო მეტსაც გააკეთებენ. ისინი ტრამპს ეუბნებიან, რომ მისი ზეწოლის კამპანია არ მუშაობს. მუჯტაბა ხამენეის არჩევა არის სიგნალი, რომ ამ სისტემაში არსებულ მკაცრი ხაზის მომხრეებს ახლა უპირატესობა აქვთ. ისინი არა მხოლოდ ამბობენ, რომ აპირებენ ბრძოლის გაგრძელებას, არამედ ამბობენ, რომ აქვთ გეგმა პოლიტიკურადაც. ფიქრობ ეს უნდა იყოს განგაშის სიგნალი ვაშინგტონისთვის, რადგან როგორი პოლიტიკური დღის წესრიგიც არ უნდა ჰქონდეს ტრამპს რეჟიმის შესასვლელად, ეს დღის წესრიგი ჯერჯერობით არ მუშაობს. არსებობს უამრავი მტკიცებულება იმისა, რომ აიათოლა ალი ხამენეის არ სურდა მისი მემკვიდრე მოჯტაბა ხამენეი ყოფილიყო, რადგან ასე თანამდებობის მემკვიდრეობითი გადაცემა მოხდებოდა. სწორედ ამის გამო მოხდა 1979 წელს ირანში ისლამური რევოლუცია, იმისთვის რომ დასრულებულიყო მემკვიდრეობითი მმართველობა. ის ფაქტი, რომ დღეს ირანის სულიერი ლიდერი მოჯტაბა ხამენეი გახდა, ბევრად მეც გვეუბნება იმის შესახებ, თუ როგორია დღევანდელ სისტემაში ძალაუფლების ფლობის სურვილი და პოლიტიკა. უპირატესობა მკაცრი მიდგომების მომხრეებს აქვთ. არსებობს ორი რამ, რასაც ყურადღება უნდა მივაქციოთ. მოჯტაბა ხამენეი ისლამური სისტემის იდეოლოგიური ბირთვიდან მოდის. ის უფრო მეტად ინტელექტუალური პერსონაა, ვიდრე სასულიერო პირი, ან რაიმე სხვა. ის ახლოს არის რევოლუციის გვარდიასთან. ის არის ადამიანი, ვინც ემხრობა ძალის გამოყენებას როგორც შიდა, ასევე საგარეო მოწინააღმდეგეების მიმართ. 20 წლის განმავლობაში მას არანაირი მოსაზრება გამოუთქვამს, რომელიც რეფორმების ჩატარების აუცილებლობაზე მიანიშნებდა. მაგრამ უნდა ვიცოდეთ კიდევ ერთი რამ. ირანის რეჟიმი უზარმაზარ ზეწოლას განიცდის შიგნიდანაც და გარედანაც. ამიტომ მთავარი კითხვაა, რა მიმართულებით წავა ის მომავალში. მოჯტაბა ხამენეის შეუძლია გადარჩეს და განსხვავებული მმართველობა ჩამოაყალიბოს, რაც ნიშნავს კომპრომისებზე წასვლას როგორც შიგნით, ასევე საგარეო მიმართულებითაც. დარწმუნებული ვარ, თქვენ ღირსეულად განაგრძობთ თქვენი მამის საქმეს და გააერთიანებთ ირანელ ხალხს მძიმე განსაცდელის წუთებში. ასეთი შინაარსის მისალოცი ტექსტი გამოქვეყნდა ვლადიმერ პუტინის ავტორობით. რუსეთის პრეზიდენტი იმ ლიდერთა მცირე ჩამონათვალშია, ვინც აიათოლა ალი ხამენეის ვაჟს, ირანის ახალ სულიერ ლიდერს მიულოცა ამ პოსტზე არჩევა. ამ ცნობების ფონზე ცნობილი გახდა ცოტა ხნის წინ, რომ აფეთქებები იყო ისრაელში, ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში ნამსხვრევები, ჭურვის ნამსხვრევები ჩამოცვივდა. იერიში სავარაუდოდ ბალისტიკური რაკეტებით მიიტანეს ირანიდან. ამ ბოლო აფეთქებების გამო ისრაელში უკვე დადასტურებული ინფორმაციის მიხედვით 3 ადამიანი არის გარდაცვლილი და არიან ასევე დაშავებულებიც. როგორ გზას და პოლიტიკას ირჩევს ირანის რეჟიმი? ახლა ეს არის ერთ-ერთი მთავარი კითხვა, რადგან სამეზობლოს აქტიურად ესხმიან თავს, როგორც უკვე ვიცით, მათ შორის მეზობელ ქვეყნებშიც საუბრობენ იმის შესახებ, რომ ეს არის ერთგვარად ღალატი ირანის მხრიდან სპარსეთის ყურის ქვეყნებზე და პრინციპში შეიძლება ითქვას, რომ ამ მიმართულებით არც ცვლის პოლიტიკას ირანი, რადგან დღეს მაგალითად რეჟიმის წარმომადგენლები ამბობენ, რომ თუ მაგალითად იქნება ეს ტერიტორიები გამოყენებული ირანზე თავდასხმისთვის, იქნება საპასუხო თავდასხმებიც. აზერბაიჯანთან, თურქეთთან და კვიპროსთან დაკავშირებით შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა ცალსახა და ოფიციალურად განაცხადა, რომ ირანის შიგნიდან ან ჩვენი სამხედრო ძალების მიერ ასეთი გაშვება არ განხორციელებულა. ჩვენ ყოველთვის ვაფრთხილებით ყალბი დროშის ოპერაციების შესახებ. ღალატის განცდა გვეუფლება და ეს მეორე შემთხვევაა. როგორც ჩანს, წინასწარ დაგეგმილი ჰქონდათ. როდესაც ომი დაიწყო, ალბათ 1 საათში სპარსეთის ყურის ქვეყნებზე თავდასხმები განხორციელდა. ომამდე ყველა ვამბობდით, რომ არ უნდა მიგვეღო მონაწილეობა თავდასხმებსა და ომებში ჩვენი მეზობლების წინააღმდეგ. გვინდოდა მშვიდობიანი სამეზობლო გქონოდა. ვეხმარებოდით ირანსა და შეერთებულ შტატებს, რომ დიპლომატიური გზით მოგვარებისთვის მიეღწიათ. მაგრამ ირანელების ასეთმა არასწორმა გათვლამ და სპარსეთის ყურის ქვეყნებზე თავდასხმამ ყველაფერი გაანადგურა.
და ბოლოს ცნობილი გახდა კიდევ ერთი დეტალის შესახებაც, მედიაში გავრცელდა პირველი კადრები. ეს არის კადრები, რომლითაც დასტურდება, რომ თურქეთის საჰაერო ძალების F-16-ების ავიაგამონადგურებლები, ჯამში 6 ავიაგამონადგურებლის შესახებ არის საუბარი, უკვე არის ბაზირებული ჩრდილოეთ კვიპროსში. ეს არის საპრევენციო ზომები იმისთვის, რომ თავიდან აიცილონ ირანული დრონების შემოტევა.